მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით მამუკა ხაბარელთან ერთად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ლილო ორხევის ოლქის მაჟორიტარი. მოგესალმებით, ბატონო მამუკა, მადლობა რომ შემოგვიერთდით და რაც შეეხება საუბრის თემა, თქვენ ლილო ორხევის ოლქის მაჟორიტარი ბრძანდებით და ვფიქრობ ამით დავიწყოთ საუბარი მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, რა თქმა უნდა გამოწვევებზე და შემდეგ უკვე საგარეო პოლიტიკასაც და გლობალურ საკითხებსაც შევეხებით. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო მთელ საქართველოს გიორგობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები ხორციელდება ჩვენს ოლქში, ზოგადად სამგორის რაიონში და უშუალოდ პირადად ჩემს ოლქში, ლილო ორხევის ოლქში, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე არის ბემიას მიმართულებით, ეს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით, იცით რომ ქალაქ თბილისის მერის ინიციატივით დაიწყო გაორმაგებული ბიუჯეტით ავარიული ლიფტების მოწესრიგების პროცესი და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ეს მოიცავს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს, ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ, შესაბამისად მიმდინარეობს სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა, წყალანინების ქსელების გაუმჯობესება, ამასთან იცით რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ გარკვეულწილად, იმიტომ რომ გვიწევს ურთიერთობა კომპანიასთან, GVP-სთან და მათთანაც საკმაოდ ისეთი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს მუშაობა, ასე რომ საკმაოდ ინტენსიურად ჩართულები ვართ. ახლაც მოვდივარ ლილოდან, სადაც არის ჩემი ბიურო, დღეს მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ყოველ 4 შაბათს გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, ძალიან ისეთ ინტენსიურ რეჟიმში, როგორც ვიღებთ ჩვენთან ბიუროში მათ, ასევე გავდივართ მისამართებზე, უშუალოდ ვეცნობით ადგილზე არსებულ პრობლემებს და შეძლების დაგვარად ბუნებრივია ვცდილობთ, რომ პრიორიტეტების მიხედვით მწვავე საკითხებიდან დაწყებული მოვაგვაროთ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა როგორც აღვნიშნე, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ყველაზე მწვავე საკითხებით ვიწყებთ პრობლემების მოგვარებას და შესაბამისად მოსახლეობაც ჩართულია ამ პროცესში. დიახ, ბატონო მამუკა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, შეხვედრები და რადგან პრობლემები ახსენეთ, ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის დღეს თქვენს ოლქში? ლილო ორხევის ოლქს ეს ბევრჯერ მიხსენებია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, ეს არის ნაგავსაყრელის პრობლემა, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია ჩვენს მოსახლეობასთან, ვინც ცხოვრობს ჩემს ოლქში იმ ადამიანებისათვის, ეს უსიამოვნო სუნი ძალიან აწუხებს და რამოდენიმე დღის წინათა ძალიან ისე აქტიურად აშუქებდა ამას მოსახლეობა თავად იყო ჩართული ამ პროცესში და მინდა ვუთხრა მათ, რომ რა თქმა უნდა აქტიური კომუნიკაცია გვაქვს თბილსერვის ჯგუფთან, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას. EBRD-ის დაფინანსებით უკვე ჩატარებულია ტენდერი და პრაქტიკულად ბოლო ეტაპი მიმდინარეობს იმ მნიშვნელოვანი ნაგებობის მშენებლობისათვის, რომელიც მალე დაიწყება და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე დასრულდება. ეს არის ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა, რაც ძირითად პრობლემას უქმნის მოსახლეობას. ეს უსიამოვნო სუნი, რაც უფრო მეტად აწუხებს, ეს ნაგებობა ამ წყალს გაფილტრავს და შესაბამისად თავიდან აგვარიდებს იმ პრობლემას. თუმცა ასევე დაგეგმილია მომდევნო ეტაპის სამუშაოები, რომელიც აირებსაც გამოყოფს ზოგადად ეს ნაგავსაყრელი, იმიტომ რომ წვამიდის ნაგვიზ და შესაბამისად დაწყებულია ამ პროექტზეც მუშაობა, რომ შესაბამისი სადგური დაიდგას აირების გამწმენდი და ეტაპობრივად ბუნებრივია ჩვენ მოვაგვარებთ ამ საკითხებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ნაგავსაყრელის კონსერვაცია და სხვა ტერიტორიაზე გადატანა, თუმცა ეს მომავლის პროცესია, იმიტომ რომ ეს ესე მალე არ მოხდება, ხვალეც
რომ შევძლო და გადავიტანოთ ნაგავსაყრელი, ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება თუ არ მოხდა ამ გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და ეს პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავად დააკვირდეს ამ პროცესს და ნახოს, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. კი ბატონო, და ეს რაც შეეხება გამოწვევას და რაც რა თქმა უნდა დაძლევადია და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად. თავისთავად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მაცხოვრებლებს, რომ გაგებით ეკიდებიან, ძალიან რთულია, ძალიან კარგად მესმის და მართლაც შევდივარ მათ მდგომარეობაში, ძალიან რთულია, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში, ესეთი უსიამოვნო სუნი როდესაც აწუხებს, თუმცა მართლა გაგებით ეკიდებიან და ჩვენთან ერთად როდესაც ვუხსნით და გვაქვს კომუნიკაცია, ესმით ეს პრობლემა და თავადაც ჩართულები არიან ამ პროცესში. კი ბატონო, და რაც შეეხება ზოგადად თბილის გალამაზებული ახალი სკვერებით და მაინტერესებს თქვენს ოლქში დავუშვათ ამ მიმართულებით რა ხდება, ასევე რა თქმა უნდა ეს გზები იქნება, წყალარინები, ანუ ტრანსპორტი, ანუ აი ეს ყველაფერი, ეს ის არის რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს და რა ხდება, რა სიახლეებია, რას გეგმავთ და რა თქმა უნდა მოსახლეობის ჩართულობაც ამ ყველა პროცესში როგორია. თითოეული ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი აკვირდება კახაკალაძის მერობის პერიოდში როგორი რეკრეაციული სივრცეები გაჩნდა ჩვენს დედაქალაქში. ფაქტიურად არ არსებობს არც ერთი დასახლება, რომ არ ქონდეს შესაბამისი რეკრეაციული სივრცე. თან ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი, იმიტომ რომ ამას ძირითად შემთხვევაში ყურადღებას აქცევს ეკოსერვისი, ასეთი ორგანიზაცია, მერიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი არიან ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან, მებაღეები, რომლებიც უვლიან ამ სკვერებს და ჩემს ოლქშიც როდესაც არავის არ ახსოვდა და საერთოდ არ წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა ასეთი სივრცეები გაჩენილიყო, დღეს გვაქვს რამოდენიმე ასეთი ლილოს დასახლებაში ორი უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე ახალს გულისხმობთ, რომ მანამდეც გქონდა ჩვენ რომლის მომავალში რეაბილიტაციაც იგეგმება, ასევე აეროპორტის დასახლებაში არის ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცის მშენებლობა, უკვე ფაქტიურად დასკვნით ფაზაშია. დღეს დედაქალაქის მერმა ასევე ახსენა, რომ უსახური ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე ასევე ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე მოეწყო აეროპორტის მიმდინარე პროექტი არის ორხევში, რომელიც პრაქტიკულად ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ძველი აუზები იყო, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავდა, იმიტომ რომ ბავშვები დადიოდნენ ამ აუზების თავზე, ესე ვთქვათ, და საფრთხე შეიცავდა, რომ რაიმე არ მომხდარიყო, ეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ვთხოვეთ ძალიან ეკონომიკის სამინისტროს მოსახლეობის სურვილიდან და თხოვნიდან გამომდინარე, გადასცა ეს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამისად ახლა უკვე დაწყებულია იქ ძალიან ლამაზი სივრცის მოწყობა და რა თქმა უნდა ყველა ძალიან დადებითად ხვდება ამ ფაქტს, იმიტომ რომ რეკრეაციული სივრცეების მოწყობა არ არის მხოლოდ გალამაზება ტერიტორიის, ეს ხელს უწყობს ადამიანების დაახლოებას, იმიტომ რომ საღამოობით ჩვენ რო დავდივართ ასეთ სივრცეებში, ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ერთობიან, ბავშვები გაყავთ, როგორც პატარა ბავშვები, ასევე ასაკოვანი ადამიანებიც დადიან ასეთ სივრცეებში და ძალიან კარგად იყენებენ და ეს მისასალმებელია მხოლოდ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 4 წელიწადში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს. სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამორტიზებული ავტოპარკი დახვდა დედაქალაქს, გვახსოვს რა ავტობუსებიც დადიოდა ქალაქში, როგორი მოუწესრიგებელი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა. ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება და ვხედავთ ყოველ წლიურად რამდენი ახალი საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი კატეგორიის ავტობუსი ემატება ჩვენს დედაქალაქს, არა მხოლოდ ავტობუსების თვალსაზრისით, ასევე ბასლაინების თვალსაზრისითაც. კი, ზოგიერთ შემთხვევაში მოსახლეობა თითქოს ცოტა ნეგატიურად ხვდება, რომ საცობები წარმოიქმნება, თუმცა პოლიტიკა გამიზნულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მიმზიდველი თითოეული მოქალაქისათვის და ეს პროექტი ძალიან კარგად ხორციელდება. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იქნება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან რთული კვანძია თავისთავად და
დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება რუსთაველის რეაბილიტაცია, თითეული მოქალაქე ძალიან კმაყოფილი იქნება. კი ბატონო, და რაც შეეხება ავარიულ შენობა ნაგებობებს ჩანაცვლების პროგრამას, ხორციელდება თუ არა, თავად მოსახლეობის დამოკიდებულებაც მაინტერესებს და რას გვეტყვით ამაზე? ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, უშუალოდ დედაქალაქის მერის, საკმაოდ ისეთი ამბიციური პროექტია, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენი დედაქალაქი ძალიან ძველია თავისთავად და ბევრი ავარიული შენობა ნაგებობაა. უშუალოდ ჩემი ოლქის მაგალითზე ვისაუბრებ, მე ძალიან ხშირად მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება იმისთვის, რომ გამოიყენონ ეს შანსი, ვინაიდან მათ ეძლევათ შესაძლებლობა ავარიული კორპუსი ჩანაცვლეს სრულიად ახალი, გარემონტებული შენობით და აი ამ პროცესში სანამ ეს დასრულდება, დედაქალაქის მერია და ადგილობრივი გამგეობები უზრუნველყოფენ ამ ადამიანების ქირით დაკმაყოფილებას. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ხო? რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს და სამგორის რაიონი ერთ-ერთი მოწინავეა ამ მიმართულებით. ჩემთანაც უკვე დაწყებულია ბევრ ლოკაციაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ვინაიდან იცით, რომ 100% უნდა იყოს თანახმა ამ პროექტის განხორციელების მხრივ და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ რამოდენიმე უკვე ძალიან ისეთ აქტიურ ფაზაში არის გადასული და ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ჩვენი დედაქალაქის იერსახეს. კი ბატონო, და სანამ გადავალთ გლობალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკაზე, მაინტერესებს აი უახლოესი სამომავლო გეგმები თქვენი, რა თქმა უნდა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და თქვენ სულ ხართ მათთან კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აი პირველი რაც ახლა, თუნდაც ახლა აი ამ სტუდიიდან გახვალთ და პირველი რაც არის, რაც დავუშვათ რომელ საკითხს გადაჭრით, როგორც მაჟორიტარი, იმიტომ რომ ვიცი რომ მაჟორიტარებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეხლა უშუალოდ შეხება გვაქვს, ყოველდღიური შეხება გვაქვს მოსახლეობასთან პრაქტიკულად და არც ჩემი ტელეფონი ჩერდება, არც ჩემი ბიუროსი, ასე რომ ეხლა უშუალოდ კონკრეტულად საკითხების გადაჭრა რა თქმა უნდა ჩვენ თანამშრომლობთ და უშუალო კომუნიკაციაში ვართ როგორც ადგილობრივ გამგეობასთან, ასევე დედაქალაქის მერიასთან და ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროცესი არის, აი ახლაც ამ ეტაპზეც როგორც აღვნიშნე, მოვდივარ შეხვედრებიდან მოსახლეობასთან, მათ მიერ დაყენებული სხვადასხვა საკითხები არის უშუალოდ საუბნო გზები, მაგალითად, რომელსაც ცოტათი ამორტიზებულია და ჭირდებათ შეკეთება, თუმცა გავმეორდები, რომ პრიორიტეტული საკითხები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ამ მიმართულებით წარმატებებს გისურვებთ და რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს ერევანში, მაინტერესებს თქვენი შეფასება, რას გვეტყვით და ზოგადად, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის გამოხმაურება იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ძალიან. კი ბატონო, და აი თქვენი ხედვა როგორია? თქვენს აღნიშნეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ნამდვილად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის როლი ამ სამიტზე განსაკუთრებულია. შვადერეფანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე საქართველოს იქნება და ძალიან ბევრჯერ აღინიშნა და მრგვალი მაგიდის ფორმატშიც მოუწიათ იმ ადამიანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ დაჯდომა და განხილვა საკითხების ზოგიერთ შემთხვევაში მეერო ბიუროკრატებს საქართველოს არც უნდათ რომ რუკაზე ჩანდეს სამწუხაროდ, თუმცა მოუწიათ მათ მოსმენა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოს ამ ფორმატში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ვინაიდან არ არსებობს ალტერნატიული გზა შავ ზღვაზე გასასვლელი იმ ქვეყნებისათვის 7 ქვეყანაა თუ არ ვცდები, 7 ქვეყანა, რომელსაც საქართველოს გავლით ყველაზე ახლო მარშრუტი აქვს შავ ზღვასთან. შესაბამისად ეს მოსწონს თუ არ მოსწონს ბჭყალებში ჩვენს კეთილის მსურველებს, იმ ევრობიუროკრატებს, მათ ნამდვილად მოუწევთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მოუწევთ ჩვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არის არჩეული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ვნახეთ ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან
რომელიც უშუალოდ უკრაინული მხარის თხოვნით გაიმართა და ეს ძალიან კარგია, ნამდვილად მახარებს ეს ფაქტი, რომ არ გამოვა ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა დაუშვათ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ იმის ფონზე. რასაც ჩვენ ვისმენდით, დაწყებული ელჩის გაწვევიდან. დამთავრებული პირდაპირი მოწოდებებით უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა იქ მოხალისეები, გარკვეულწილად ჩართულიყავით ომში, შევერთებოდით სანქციებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქართველოს ყოველთვის და საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა დაბალანსებული ძალიან ფრთხილი პოლიტიკა მათ მიმართ და პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ არასდროს მისი მხრიდან იმ დაუმსახურებელ კრიტიკაზე, რასაც ვისმენდით ჩვენ მათი მხრიდან, ყოველთვის იყო მოწოდება, რომ ომში მყოფ ქვეყანას ჩვენ არ გავცემთ შესაბამის პასუხს და ვპასუხობდით სხვანაირად, ვპასუხობდით განსაკუთრებული ჰუმანიტარული დახმარებით, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე იყო მთელს მსოფლიოში. იმ რეზოლუციებზე მიერთებით, რასაც დაუშვათ რუსეთის წინააღმდეგ იღებდნენ. უკრაინელი დევნილების პატრონობით, ასე ვთქვათ, მათი დახვედრით, სტუმართ მასპინძლობით, სკოლების გახსნით, ყველა შესაძლებლობა თუ რამე შეიძლებოდა მეგობარს გამოუხატოს, ჩვენმა მხარემ უპასუხა ამითი. და ალბათ მათაც დაინახეს ეს და ის ფაქტი, რომ ჩვენთან იყვნენ იმ რეჟიმში, რომ სრულიად დაუმსახურებლად დაგვაბრალონ და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს და გვესმოდა რა ბრალდებები მოდიოდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ თითქოს ჩვენ აკრძალულ პროდუქციას ვაგზავნიდით რუსეთში, რომლის ფაქტიც ერთიც კი ვერ წარმოადგინეს, ყველანაირი თხოვნის თუ მოთხოვნის შესაბამისად ვერაფერი ვერ წარმოგვიდგინეს და ეს უსაფუძვლო კრიტიკაზე ჩვენ პასუხობდით აი იმ ფაქტებით, რაც ახლა ჩამოთვალე და მე დარწმუნებული ვარ და მართლაც მგონია, რომ აი ეს შეხვედრა მათ შორის გადავა იმ პრაგმატულ პოლიტიკის ზღვარში, რაც აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენს ხალხს, უკრაინელ და ქართველ ხალხს ისტორიულად ძალიან ისეთი მჭიდრო და თბილი და მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან და აქვს. ბატონო, და რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს პოლიტიკა რამდენად არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი? ასე ვთქვათ. ნახეთ, ალბათ ერთ-ერთი სამაგალითო ვართ ამ მიმართულებით, ვინაიდან იმ ზეწოლის ფონზე, რასაც Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატები იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ, რამხელა მცდელობა, შანტაჟი, არ ვიცი რა აღარ მოიმოქმედეს და მოიფიქრეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ და ჩვენმა ხელისუფლებამ ამას უპასუხა პრაგმატული პოლიტიკით, დაბალანსებული მიდგომებით, ძალიან დიდი სიფრთხილით. ჩვენ თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი საფრთხე, რის წინაშეც ვიდექით და დღესაც არ არის ეს პროცესი დასრულებული, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ყოველდღიურად ახალ-ახალი შანტაჟის იარაღი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ევროკავშირის ელჩის განცხადებებიც ნათელი იყო ამის ნათელი მაგალითი იყო, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ვითარდება და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე შეიძლება ვიყოთ ეკონომიკური განვითარებით, გვპირდება ომს და სიბნელეს და მოვისმინეთ ეს განცხადება, ეს პირდაპირი მოწოდებებია უკვე, ეს არ არის რაღაცა შეფარული, რასაც აქამდე აკეთებდნენ შეფარულად თუ დაუშვათ დახურულ კარს მიღმა. ეხლა უკვე პირდაპირ ვისმენთ ამ ყველაფერს და შესაბამისად ასეთი მიდგომით და ამ პოლიტიკით ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ჩავერთეთ არანაირ კონფლიქტში, შევინარჩუნეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რითაც უნებრია ვიფიქრეთ საკუთარ მოსახლეობაზე და პირველ რიგში არასდროს საქართველოს და ჩვენი ხელისუფლება არ გაატარებს არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესს, მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, რაც თითოეული ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლისთვის უკვე ძალიან ნათელია და ყველა ძალიან კარგად ხვდება ამ პოლიტიკის შედეგად სად არის დღეს საქართველო.
დიახ და აი რაც შეეხება ეკონომიკას, რამდენად ცვლის ზოგადად პოლიტიკა ეკონომიკას? ანუ ჩვენს არსებულ რეალობაზე რა სიტყვა? აი 2 წუთის წინ აღნიშნე ზუსტად რომ აქაც ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ვართ ჩვენ თუ რამხელა გავლენა აქვს პოლიტიკას ეკონომიკაზე. და ზუსტად იმ კურსს რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არჩეული მშვიდობის პოლიტიკა ასე ვთქვათ პირდაპირ პროპორციულია ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზე. და კიდევ ერთხელ განმეორდები რომ საქართველოს არა მარტო ევროპაში, მთელს მსოფლიოში ყველანაირი მონაცემებით არის მოწინავე ეკონომიკური განვითარებით. ზუსტად პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლების თუ როგორ შეიძლება პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობის პოლიტიკით განავითარო შენი ქვეყანა ეკონომიკურად. კი ბატონო, და რაც შეეხება 26 მაისს სამზადისი უკვე დაიწყო. თუმცა საინტერესოა, ანუ რადიკალების კოალიციის ზოგადად მიდგომა და აი თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც ვართ, მოდით ასე ვთქვათ. კოალიცია, რომელიც ჩანასახშივე განწირული იყო ალბათ დაშლისთვის. მე შემიძლია ესეთი შეფასება გავუკეთო, ვინაიდან შეიქმნა თუ არა კოალიცია, პრაქტიკულად საათებიც კი არ გასულა, რომ ერთმანეთის ლანძღვაგინება დაიწყეს და უკვე რა ამბები მიდის, ვხედავთ და ვაკვირდებით ამ პროცესებს, თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ. იმიტომ რომ ამითი კიდევ ერთხელ აჩვენებენ ქართველ ხალხს, რომ აბსოლუტურად გამოფიტული ნულს ქვემოთ დასული გაერთიანება ეს ოპოზიციური, ეს რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ერთხელ კიდევ დაანახეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაშლილა არასდროს და ზუსტად იმ სახეებს ვხედავთ, ვინც წარმოადგენდნენ მაშინ ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა მაშინ კიდე ერთმანეთს გარკვეულწილად უგებდნენ და ის კონფლიქტები ალბათ თუ ქონდათ გარეთ არ გამოდიოდა, ეხლა ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს და უკვე თითოეულ ჩვენთაგანს აჩვენებენ თუ როგორი ერთობა, მეგობრობა და შეხედულებები აქვთ მომავალზე. რაც შეეხება 26 მაისის ბოიკოტირებას დავარქმევ მე მათი მხრივ, იმიტომ რომ ეს არ არის არც ჩვენი ხელისუფლების, არც არავის, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მონაპოვარი და შესაბამისად ამას თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვუკრავდეთ ტაშს და უნდა ვიყოთ 26 მაისი იქ და ესენი რას გვთავაზობენ, რომ იქ გამოიყვანონ რამოდენიმე ათეული ადამიანი და კიდევ შექმნან დაპირისპირების საფრთხე, რომ ოღონდ ვიღაცა დააყენონ საფრთხის წინაშე. რაც არ გამოუვათ, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათი ჩანაფიქრი ზუსტად ეგ არის, რომ იქნებ როგორმე მოხდეს რაღაც დაპირისპირება და გადავიდეს უკვე პროცესები უფრო რთულ ეტაპზე. ასე რომ მე რაც მაგ კოალიციას უყურებ, მათ არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ სამომავლოდ, რომ რაიმე შედეგებს მიაღწიონ. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და აი უახლოეს მომავალში როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს? აი თუნდაც პირველი ვიზიტით რო დავიწყოთ ერევანში, რაც მართლაც ძალიან კარგი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ამან ნათლად გამოავლინა ის, რომ საქართველოს შეუძლია შვადერეფანში იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი. და ნამდვილად იქნება ეს და საქართველოს ექნება ძალიან დიდი როლი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვისაც არ უნდა მოეწონოს თუ არ მოეწონოს, რა თქმა უნდა, წყალებში ეს ამბავი აუცილებლად მოხდება. საქართველოს თავის მნიშვნელოვან პოზიციას ყოველთვის დაიკავებს, განვითარდება ეკონომიკურად და ვიქნებით ძალიან ძლიერი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორი იქნება თუ ინვესტორისთვის დღეს უკვე არის მიმზიდველი და ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება. აი ეს არ უნდა ზუსტად იმ deep state-ის მიერ დაფინანსებულ ევრობიუროკრატებს, რომ საქართველოს იყოს ძლიერი ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე ძალიან რთულია იქ პროცესების მართვა და ამისთვისაც ვიტყვი, რომ ნამდვილად ვიქნებით ძალიან ძლიერი ქვეყანა. რამეს ხომ არ დაამატებდით? ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ მოწვევისათვის, საინტერესო თემებზე საუბრისათვის და ყოველთვის მზადა ვარ ჩვენი ქვეყნის თუ ქალაქის მნიშვნელოვან თემებზე სასაუბრად. სიამოვნებით გიმასპინძლებთ მომავალშიც, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვით, ჩვენი სტუმარი იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ლილო ორხევის ოლქის მაჟორიტარი მამუკა ხაბარელი.
მადლობა დროებით.